სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას პრეზიდენტი დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეების დღესასწაული მიულოცა და პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა. პრეზიდენტმა ისურვა, რომ ქართულმა საზოგადოებამ არ დაუშვას იმ ყველაფრისთვის ძირის გამოთხრა, რაც წლების განმავლობაში შენდებოდა. არ დაუშვათ ქვეყნის უკან დაბრუნება და წარსულთან დაწყებული არასასურველი პაემანი ერთხელ და სამუდამოდ საქართველომ დაასრულოს. ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე, შობა ეს არის მომავლის ზეიმი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მე მინდა უსურვო თითოეულ ჩვენგანს, რომ ყოველ ახალ წელს ხვდებოდეთ უკეთესი განწყობით, ყოველ შობას ხვდებოდეთ მეტი ოპტიმიზმით. მე მინდა ვისურვო წლევანდელი წლისთვის, რომ არ დაუშვათ იმ ყველაფრის ძილის გამოთხრა, რასაც ამდენი წლის განმავლობაში დიდი რუდუნებით ვაშენებდით. არ დაუშვათ ის გრევა, რომლითაც გვემუქრებიან, არ დაუშვათ უკან დაბრუნება ქვეყნის და ეს წარსულთან დაწყებული პაემანი, არასასურველი პაემანი ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს დაასრულოს.